მშობელთა დაცვის დღეს მაღაროელები დიდი აქციისთვის ემზადებიან, მათ დღეს უნდა განაცხადონ მათი სამოქმედო გეგმა თუ როგორ აპირებენ პროტესტის გაგრძელებას 73 დღის შემდეგ, რადგანაც ისინი აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის პროცესს უნდობლობას უცხადებენ და მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ რჩება მარტისა და აპრილის ხელფასების ჩარიცხვა და სესხების შეჩერება, გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც შეწყდა სამუშაოები, მათ არ აუღიათ ხელფასი და თუ სესხები არ შეწყდება, სესხის გადასახადი მათთვის ხელფასის ჩარიცხვასაც აზრი ეკარგება. მაღაროელები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე და სახელმწიფო გარანტიების გარეშე ისინი კომპანიასთან თანამშრომლობის აღდგენას არ აპირებენ, რადგანაც უნდობლობას უცხადებენ რუს მმართველს მიხეილ სოცკის და შესაბამისად ისინი ითხოვენ, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩავიდნენ ადგილზე და მათი პრობლემები პირისპირ მოისმინონ. ძალადობა ამ დღეების განმავლობაში პოლიციური ძალით მოხდა ის, რომ 4 ჩვენი აქციის მონაწილეები დააკავეს. დღეს არის მათი სასამართლო პროცესი ქუთაისში, ედავებიან 6-დან 9 წლამდე, როგორც მაგ ინფორმაციაც იხეს. ამიტომ ასევე უშინ კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები იძულების წესით ჩართეს ვენტილატორი. ერთი ნაბიჯი რჩება იქამდე, რომ მანგანუმი გაიტანონ ჭიათურიდან და ამისათვის ყველა ჭიათურელი და ზოგადად მთელი საქართველოს უნდა იყოს მზად რა უსამართლობაც ხდება დღეს ჭიათურაში. ვიცით, რომ შემოდის ძალადობრივი აქტებით და ფაქტებით სოცკი, რუსი ოლიგარქი, რომელიც საქნახშირში მოღვაწეობდა აქამდე. ჩვენი მოთხოვნა უპირველეს ყოვლისა არის დაждდეს პრემიერი ან პრემიერის აპარატი მოლაპარაკების ფაგიდასთან მოისმინოს ჩვენგან ის სიმართლე, რომელიც მართლა ჩვენ ვიცით სიმართლე და რეალობა დღეს რა ხდება არსებული მდგომარეობებიდან გამომდინარე. არანაირი მოთხოვნა შესრულებული არ არის მთელი 73 დღის მანძილზე ქუჩაში ვართ. არანაირი მოთხოვნა შესრულებული არ არის. ჩვენ საუბარს არც კი უსმენს არავინ. გამომდინარე იქიდან, რომ მაღაროელების არც ერთი მოთხოვნა მათივე განცხადებით შესრულებული არ არის, 6 მაღაროელი ამ დრომდე შიმშილობს, მათგან ერთი ამ დრომდე არის შიმშილობას და დირექტორთან დაპირისპირების მოტივით კი 2 დღის წინ 4 მაღაროელი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი ქუთაისის სასამართლოში დღეს გაიმართება და მაღაროელები ცხადია მათი დაკავებული კოლეგების გათავისუფლებას მოითხოვენ.